წმინდა გრიგოლ ხანძთელი. ადამიანი, რომელიც შესაძლოა საუბედუროდ ბევრ სასკოლო პროგრამიდან მოყოლებული არ უყვარს. წმინდანი, რომლის ცხოვრებას ყველას უნდა ედოს მაგიდაზე, ვისაც მართლმადიდებლური, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფოს აშენების იდეა ეძვირფასება. წმინდა გრიგოლი არის პიროვნება, რომელმაც ქრისტიანული სახელმწიფოს ეტალონად მიჩნეული ბიზანტიის მიერ ინიცირებული, ეგრეთ წოდებული სიმფონიის ქართულ ვერსიას დაუდო საფუძველი და ამით იქცა არა მარტო კლარჯეთის, არამედ მომავალი სრულიად საქართველოს არქიმანდრიტად. გრიგოლის მოღვაწეობის რამდენიმე მხარეს შევეხოთ. დავიწყოთ ბაგრატიონებით და მათი გამეფებით მთელ საქართველოს. ახლა არ ვისაუბრებთ ამ საგვარეულოს გენეტიკურ წარმომავლობაზე და კავშირებზე კავკასიისა თუ წინა აზიის სხვა სამეფო დინასტიებთან. და ასე შემდეგ. ისტორიას თავის სათვალე აქვს და თავისი ხედვა. ჩვენ კი ვცადოთ გავერკვათ თუ როგორ ხედავდნენ თვით ბაგრატიონები საკუთარ თავს და ქართული კულტურაც როგორ აღიქვამდა თავის სამეფო დინასტიას. მას ასე დავიწყოთ იმით, რომ ადრე ერთი გვარიდან მეორის გამოყოფა რომელიმე განსაკუთრებულ პიროვნებას უკავშირდებოდა. ბიბლია აქაც მშვენიერ ნიმუშს გვაძლევს. ნოე, სემი, ებერი, აბრაამი, ისააკი, ისრაელი, იუდა, დავითი და ასე შემდეგ. გენეალოგიაში სახელდებიან საკვანძო პირები და მათი სახელები. აღიქმება ერთგვარ გასაღებად, მათზე გადმოსული კურთხევისა თუ მათი მისიის გასააზრებლად. ბევრგან ამოვიკითხავთ, რომ ბაგრატიონთა საგვარეულოს სავარაუდო მამამთავრის სახელი სპარსული ბაგადატიდან, ანუ ღვთივბოძებულიდან მოდის. ამავე დროს ქართულად ასევე ბაგრატა ჟღერდა ბერძნული სახელი პანკრატი, ანუ ყოვლის შემძლე ან ყოვლის მკრობელი. ამ წაკითხვის და პარალელის პირველ ნიმუშს სწორედ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას გვაძლევს და არა შემთხვევით. შემდგომ წყაროებშიც არაერთგზის შევხვდებით პარალელურ გამოყენებას სიტყვებისა ბაგრატოვანი და პანკრატოვანი. შესაბამისად, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული საქართველოს სხვადასხვა და შემდეგ ერთიან ტახტზე იჯდა დინასტია, რომელიც საკუთარ თვალშიც და კულტურულ ინტელექტუალურ ელიტაშიც ღვთივბოძებულ ყოვლის მკრობელად აღიქმებოდა. ამ გვარის სრულიად საქართველოს ტახტზე მაკურთხევლად სამართლიანად მიიჩნევა სწორედ წმინდა გრიგოლ ხანძთელი. მეორე თემა მონოზნობას ეხება. ქრისტიანული ეკლესიის ისტორიულ გზას ერთი საყოველთაოდ ცნობილი ლეიტმოტივი გასდევს. ის, ანუ ეკლესია, ქრისტეს სხეულია და შესაბამისად მისი დნმ უცვლელია მაშინ, როცა მისი გარეგნული იერი სულ იცვლება. დაცემის შემდგომი ობიექტური მიზეზების გამო ქრისტიანობა სულ ეძებს თავის ნამდვილ სახეს. რომის იმპერიაში ქრისტიანობის დეკრიმინალიზაციამ და ლეგალიზაციამ, ასე ვთქვათ, კომფორტულ, პოპულარულ და პრივილეგირებულ რელიგიად ქცევამ ქრისტიანობაში გამოიწვია ბუნებრივი რეაქცია მონოზნობა. მონოზნობა და მონასტრული ცხოვრება, როგორც დაცემულ წუთისოფელთან შესაძლო ილუზორული ზავის უარყოფა, როგორც გაქრისტიანებული ელიტის ცოდვასთან კოლაბორაციონიზმის ხილება და მასთან უკომპრომისო ბრძოლა. ამ მხრივაც წმინდა გრიგოლ ხანძთელი საუკეთესო ნიმუშია ჩვენს ისტორიაში. თანაც მონასტრულ ცხოვრებას და ერისა და ბერის ურთიერთობის საკუთარ ღვთივბოძებულ ხედვას ის განავრცობს დასავლეთ საქართველოსეც. ტაძარ მონასტრების მაშენებლობასთან ერთად ცალკე აღნიშვნის ღირსია წმინდა გრიგოლი როგორც ეკლესიის, როგორც მაცხოვნებელი გარემოს მაშენებელი. ერთი მხრივ იგი ცდილობს საერთო ქრისტიანული ლიტურგიულ კანონიკური სივრცის გაშლას ჩვენს ეკლესიაში და იღწვის საბაწმინდური თუ კონსტანტინოპოლური წესის გავრცელებასა და საეკლესიო ტიპიკონის უნიფიცირებისთვის, ანუ განზოგადებისთვის. ამავე დროს გვაზღვევს და გვიცავს კანონების ჩარჩოებში ღმერთის გამოკეტვის მცდელობის საცდურისგან. წმინდა გრიგოლი გვეხმარება, რომ მის ცხოვრებაში აღწერილი ის ამბები, რასაც მავანი ჩათვლი და წესის დარღვევადან ძალაუფლების გადამეტებად, დავინახოთ ღვთის თავისუფლებად, განსაკუთრებულ განგებად და სასწაულად ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობით. მით უფრო რომ ამ განსაკუთრებული განგების შედეგად მოგვევლინა წმინდანთა მთელი პლეიადა და წმინდა მირონის საქართველოში ხარშვის პატივი. რაღა გავაგრძელოთ. მოდით, კიდევ ერთხელ გულდასმით წაიკითხეთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.